ყოველ ოთხშაბათს და შაბათს 5 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანის ეთერში გადაცემა Art Reflexi ანა კლდიაშვილთან ერთად. Art Reflexi. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემათა ციკლს და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება კონცეპტუალური ხელოვნება და ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ხათუნა ხაბულიანი, ყველასთვის ცნობილი ხელოვნებათმცოდნე, არტ-კრიტიკოსი, რომელიც თანამედროვე ხელოვნებაში ძალიან აქტიურად მუშაობს. ხათუნა, დღეს ალბათ ჩვენთვის საინტერესო იქნება აი კონცეპტუალურმა ხელოვნებამ როგორ შემოაღწია ჩვენთან და როდის გაჩნდა პირველი ნიმუშები კონცეპტუალური ხელოვნების, ვინ მუშაობდა ამ სფეროში, დღეს ვინ მოღვაწეობს ამ თვალსაზრისით, მაგრამ სანამ უშუალოდ ქართულ მასალაზე დავიწყებდეთ საუბარს, ალბათ მაინც საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისთვის ვისაუბროთ იმაზე, საერთოდ რა არის კონცეპტუალური ხელოვნება, როდის, სად, ვინ, სახელები, მოკლედ აი ამის შესახებ თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ. კარგით, მოგესალმებით პირველ რიგში და კონცეპტუალური ხელოვნება, რასაკვირველია კონცეპტუალური ხელოვნებაზე გააჩნია როგორი რაკურსით შევხედავთ და როგორი კონტექსტით განვიხილავთ. ძალიან ფართოდ თუ ესეთი და გავიაზრებთ, კონცეპტუალური ხელოვნების ნიმუშებად შეიძლება ჩავთვალოთ ეგვიპტის პირამიდებიც. რადგან ეხლა თვითონ განმარტება ტერმინი, რასაც გულისხმობს, კონცეპტუალურ ხელოვნებაში განსაზღვრელი და მთავარი არის იდეა. და ეს თითქმის ყველა ხელოვნების ღირებულ ნამუშევარს ეს ახასიათებს, რომ იდეა რასაკვირველი არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ეს გულისხმობს უკვე არა ტრადიციულ მიდგომას, აი ტრადიციული ხელოვნების განვითარება, ვთქვათ, ევოლუციური გზა მისი როგორიც იყო, იმისგან განსხვავებულ მიდგომას უშუალოდ თვითონ ხელოვნების ნიმუშის შექმნის პროცედურის მიმართ. როგორ იქმნება ხელოვნების ნიმუში, სადაც პირველ წინაპლანზე გამოდის მაინც არტისტული გადაწყვეტილება. ამას გროისი წერს ძალიან კარგად, აღწერს ამ პროცედურას, როგორ იქმნება თვითონ ამ ტიპის ნამუშევარი, სადაც არტისტულ გადაწყვეტილებას შემდეგ უკვე მოყვება სელექციის პროცედურა, სადაც ეს ხელოვანი უკვე ირჩევს ამჯერად უკვე მზა ნაწარმოებს, თუ თქვათ ჩვენ გულისხმობთ ready-made-ს, რომელიც არის საფუძველი ზუსტად ამ თანამედროვე გაგებით კონცეპტუალური ხელოვნების დასაწყისის. ანუ მზა პროდუქცია, რომელშიც უშუალოდ თვითონ ხელოვანს არანაირი ესეთი მონაწილეობა არ აქვს მიღებული, ის მხოლოდ ირჩევს რაღაცა ტიპის ნამუშევარს. და ეს პროცედურა ამეთი არ მთავრდება, პროცედურას აგრძელებს უკვე პრეზენტაციის ფორმა, რომელიც ასევე განსაზღვრელია და პრეზენტაციის კიდე მოყვება დოკუმენტაცია. მოკლედ ეს კონცეპტუალური ნამუშევრის შექმნა, ეს არის საკმაოდ ვრცელი, შრომატევადი პროცესი და რომელსაც ესეთი დილეტანტური და ნაკლებად საქმეში ჩახედული ადამიანები ხშირად აღიქვამენ მარტივად და ესეთი ცნობილი კლიშეც არის, რომ ამას ხომაც გავაკეთებ. ეს მარტივად ესე ნამდვილად არ არის და თვითონ უშუალოდ ისტორია თეორეტიკოსები, ვინც ახლა ამაზე მუშაობენ, არა საწყისად, მაინც ამოსავალ წერტილად თვლიან ძიუჩანის შადრევანს, რასაკვირველია. თუმცა იმ მომენტისათვის მამას არავინ არ ეძახდა კონცეპტუალურ ხელოვნებას, ეს მთლიანად მოიქცა მოდერნისტული ხელოვნების იმ პერიოდის აი ტალღაში, რომელიც მაინც საპროტესტო ნიადაგზე აღმოცენდა, რაც ხდებოდა იმ პერიოდში ზოგადად უშუალოდ პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით და კიდე სხვა მრავალ ესეთი მოდერნისტულ პროცესებთან დაკავშირებით და
ну, ძირითადად მაინც იმის შემდეგ ხელოვნებას არ აქვს მნიშვნელობა უკვე როგორი ტიპის ხელოვნების ნიმუში იქნება, აი თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაკეთებული ნამუშევარი უკვე ითვლება კონცეპტუალურ ხელოვნებად. უშუალოდ ესეთი პირდაპირ ესეთი სახელით კონცეპტუალური მიმდინარეობა ეს უკვე 60-იანი წლები და 70-იანები, ეს არის სოლ ლევიტი, იოზეფ კოშუტი, ну, ვის სახელებთანაც ეს ასოცირდება, სადაც უკვე რადიკალური მომენტი არის თვითონ უშუალოდ ამ ხელოვნების, ისინი თითქმის საერთოდ უარს ამბობენ გამოსახულებაზე, რომ იდეას ყველაზე კარგად გამოითქმება მაინც ლინგვისტური საშუალებებით, ენით, ტექსტით და აღარ საჭიროებს ვიზუალიზაციას. იცი, აი ამ საკითხზე კონცეპტუალურ ხელოვნებაზე, როდესაც საუბრობთ და ვთქვათ, შენ საუბრობდი ამ კონკრეტულ შემთხვევაში შექმნის პროცესზე, მაგრამ ძალიან საინტერესოა აღქმის პროცესი კონცეპტუალური ხელოვნების, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი უყურებს, ვთქვათ, თუნდაც კლასიკური ნაწარმოებს, ან და მასალით შექმნილ, აი ტრადიციული მასალით შექმნილ ნამუშევრებს, ну, აქ ხო არის აღქმის დონეები, ну, ერთი თვალით დაინახა ადამიანმა, მერე ემოცია და მერე გადადის უკვე აზროვნებაში, ასე ვთქვათ, გააზრებაში, ეს ყველაფერი ემოციის გააზრება ხდება და ნამუშევრის გააზრება. აი, კონცეპტუალურ ხელოვნებაში, როგორც თეორეტიკოსები ამბობენ, ამოგდებული არის ემოციის მომენტი. ანუ პირდაპირ ინტელექტუალურ, ასე ვთქვათ, მას მიმართავს ინტელექტუალურ შრომას აიძულებს კონკრეტულ ადამიანს, როდესაც აღქმის პროცესშია ეს ადამიანი ამ ტიპის ნამუშევრის. აი ეს ამ თვალსაზრისით რა ფენომენია კონცეპტუალური ხელოვნება. ხომ არ ითვლი, რომ აი ვთქვათ ამოგდებულია, ასე ვთქვათ, ადამიანის არსებიდან რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, იმიტომ რომ ემოციური აღქმა ხელოვნების ნაწარმოებს ყოველ შემთხვევაში ტრადიციულად ითვლებოდა ასე, რომ თან უნდა ახლდეს რა და აი ამას რო ტოვებს, ასე ვთქვათ, ატოვებინებს უბრალოდ კონცეპტუალური ხელოვნება მნახველს და პირდაპირ მის აზროვნებას აიძულებს, რომ აი რისი თქმა უნდა პირდაპირ ამას კითხულობს ხომ მნახველი. აი ეს ხომ არ აღარიბებს, ასე ვთქვათ, ამ ხელოვნებას როგორ თვლი შენ? შეიძლება ესეც შევხედოთ, თუმცა ბევრი აზრი შეიძლება ამასთან დაკავშირებით არსებობდეს, რა თქმა უნდა. თავარი აი კონცეპტუალურ ხელოვნებასთან მიმართებაში კრიტიკის ხაზი ზუსტად გადის ამ თემაზე. ის რომ თუ თქვათ არ აქვს აუდიტორიას სპეციფიური მომზადება, განათლება, რაღაცა წინა საბაზისო ცოდნა ამ ხელოვნებასთან დაკავშირებით, არა, ის უშუალოდ უკაცრავად ვერ შედის კონტაქტში ამ ხელოვნებასთან. მას აუცილებლად ჭირდება რაღაცა ტიპის წინაპირობები. თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ თქვათ ეს როდესაც არსებობს ესეთი ტიპის მომზადება, იგივე თქვათ გაცნობიერება, ესეთი შიგნით მოძრაობა ამ კონცეპტუალური ხელოვნების სიღრმეებში, იქ ემოციაც არის, რასაკვირველია, ემოციაც მუშავდება და ყველაზე მეტად რასაკვირველია იქ საქმე გვაქვს ჩვენ აზროვნებით პროცესთან, რომელიც ემოციას ასევე მოიცავს, თუმცა უკვე სხვა რეგისტრი. აი ეს მინდოდა ზუსტად რომ გახაზი გაგვესვა ამისთვის. ფსიქოლოგიური ვთქვათ, ისეთი პირველადი ემოცია, რომელიც უფრო მაინც ინსტინქტურია. ანუ ფაქტიურად ეს არ არის გამოტოვება, არამედ სხვა ტიპის ემოციას იწვევს, უკვე თვითონ აზრი, რომელიც უჩნდება მნახველს, ის იწვევს უკვე ემოციას მასში. უბრალოდ სხვა ტიპის ის არის პროცედურა, სხვა ტიპის ფსიქოლოგიური მოდელია ამ შემთხვევაში. და ეს არის ძალიან საინტერესო სხვათა შორის კონცეპტუალურ ხელოვნებაში, რომ აზროვნება და ასე ვთქვათ ემოციისა ეს თანმიმდევრობა, რაც კლასიკურ ხელოვნებაში შეიძლება სხვანაირი იყოს, აქ განსხვავებულია და ძალიან სწორად შენიშნე, რომ აუცილებლად მომზადებული უნდა იყოს ადამიანი, შეიძლება ცოდნა არა იმდენად, რამდენადაც თვითონ ამ ფორმის აღქმის, აი ამ ახალი ფორმის აღქმის
უნარი და გამოცდილება უნდა ქონდეს რა. აი 60-იან წლებში გაჩნდა, გაფორმდა უფრო სწორად. უფრო ზუსტები რო ვიყოთ 60-იან წლებში გაფორმდა ეს მიმდინარეობა დასავლეთში. და როგორ შემოვიდა ჩვენთან და აი ძალიან საინტერესოა მე რამდენიმე შენი ძალიან საინტერესო სტატია მაქვს წაკითხული ამ ქართულ კონცეპტუალურ ხელოვნებაზე და აი თუ შეიძლება უკვე ქართულ ხელოვნებაზე რო ვისაუბროთ. სანამუშავროდ ქართულზე გადავარდ, რასაკვირველია, საბჭოთა კონტექსტს ვერ გამოვდოვებთ სამწუხაროდ და საბჭოთა კონტექსტისთვის კიდევ სახასიათო იყო ზუსტად ეს მომენტი იზოლაცია, როდესაც ეს პროცესები მიდიოდა დასავლეთში და ამერიკაში, აქ ეს ყველაფერი დახურული იყო ამ ტიპის არტისტული გამოცდილებებისათვის, ინფორმაცია რასაკვირველია შემოდიოდა რაღაცა სხვადასხვანაირი გზებით, მაგრამ აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა არასისტემურად და ფრაგმენტულად შემოსულ ინფორმაციას, რომლის არც გადამუშავება ხდებოდა, არც მსჯელობა ხდებოდა და ეს იყო ძალიან სუბიექტური ინტერპრეტაციები, როგორი სახითაც აქ შემოდიოდა. აი იგივე ეს თუნდაც გროისმანმა ესეთი სახელი დაარქვა მოსკოვის კონცეპტუალიზმს, რომანტიული კონცეპტუალიზმი უწოდა და თვითონ აღნიშნა, რომ ეს არის კურიოზი, იმიტომ რომ შეუძლებელია რომანტიზმი და კონცეპტუალიზმი ერთად, მაგრამ საბჭოთა სისტემაში, როდესაც ეს შემოვიდა, განწყობა იყო ძალიან ესეთი უცნაური. ანუ საფუძველი ძალიან განსხვავდებოდა აქაური კონცეპტუალიზმის, იქაური კონცეპტუალიზმის. წინაპირობებიც აბსოლუტურად სხვა. სრულიად სხვა ფენომენი გამოვიდა. ეხლა ჩვენ ესე მარტივად ვერ დავარქმევთ, რომ ეს პირდაპირ პლაგიატი იყო. უბრალოდ მქონდა ამას ესეთი საინტერესო ფორმა, რომ თქვათ იგივე ამ არტისტებს რასაკვირველია ჰქონდათ სურვილი, რომ გაეზიარებინათ ის გამოცდილება, რაც იქ ხდებოდა და ჩვენ სივრცეში არ ხდებოდა, მაგრამ რასაკვირველია ამაში დებდნენ თავიანთი სივრცისათვის სახასიათო პრობლემატიკას და ეს ამ ნიშანს ვერ წაუვიდოდნენ და ეს ბუნებრივიც არის. ხა ჩვენთან როგორც ასევე ესეთი კონცეპტუალური საქართველოშიც იგივე ხდებოდა, თქვათ, იგივე ცენტრი მაინც მოსკოვში იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მოსკოვის გავლით რაღაცნაირად აქაც აღწევდა ეს ინფორმაცია. ეხლა კონცეპტუალიზმი ჩვენთან შემოვიდა ცოტა ესეთი უცნაური ფორმით, რომელიც უკვე ახასიათებს აი კონტემპორარის სტრუქტურას, აი უახლეს ტენდენციებს, რომლის საფუძველი არის ესეთი უკიდეგანო ლიბერალიზაცია, როდესაც არტისტი უბრალოდ ირჩევს თვითონ ნებისმიერ მედიუმს, ანუ მას არტისტული მიმდინარეობის მოცემულობა არ აიძულებს, რომ რომელიღაცა ერთი ტენდენციის ქვეშ მოექცეს. ეხლა რაც არ უნდა ესეთი დიდი პრეტენზია ქონოდა მოდერნის თავის დროზე, თავისუფლებაზე, არა, მოდერნი მაინც განოსაზღვრავდა რაღაცა ტიპის მიმდინარეობებს. რასაკვირველია ამას, იმიტომ რომ ნუ მაშინ იყო ესეთი დამოკიდებულება, რომ აი შენ მოდერნისტი ხარ, ან არა ხარ მაგალითად მოდერნისტი, თუ ცოტა სხვა რამეს აკეთებ. ხა დღეს ეს პრობლემა არ არის, ხო? ნუ ყველანაირი ჩარჩო აკეთე. აი დაახლოებით აი მიდგომით, ინტუიციურად და არა ამაში დარწმუნებული ვარ, არა ვთქვათ გაცნობიერებულად, აქაურმა არტისტებმა ესეთი მიდგომით დაიწყეს არჩევა თუნდაც კონცეპტუალური ხელოვნების კეთების. და ეს იყო ისეთი ექსპერიმენტები, ხო, იგივე 70-იანი წლების ბოლოს, 80-იანის დასაწყისში. აი ჩვენი ესეთი ავანგარდისტული მოძრაობის წარმომადგენელი მხატვრები, ხო? ექსპერიმენტებს აკეთებდნენ, აბსტრაქციასაც აკეთებდნენ, ვთქვათ, იგივე პირველ ობიექტზე მუშაობას, მინიმალიზმზე. ანუ ეს იყო, ასე ვთქვათ, ერთგვარი, აი ესეთი ზუსტად თანამედროვე მიდგომა ამ ექსპერიმენტირებისა სხვადასხვა ტიპის მედიუმებითა და სხვადასხვა დისციპლინებით. აი უფრო ესე შემოვიდა, იგივე ვთქვათ, ბანძელაძემ რომ დაიწყო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის კეთება, მიდგომა ჰქონდა ძალიან ესეთი თანამედროვე, ეს ხო იყო უკვე არჩევა, ხო რაღაცის. ხმაუდა არჩევა გამოცდილების. აი როგორ ფიქრობ, აი ბანძელაძე ვახსენეთ ახლა ჩვენ და მაინც აი ვინ იყვნენ პიონერები ბანძელაძე თავისთავად, ვინ იყვნენ პირველი და თუ გახსოვს აი კონკრეტულად აი გამოფენებს, ხო?
საინტერესოა ეს ძალიან. კონკრეტულად შეიძლება უფრო ვიტყოდი, რომ ისევ ეს აი განწყობებში ჩანდა, ხო? თუნდაც თქვათ იგივე აი 60-იანელები რასაც აკეთებდნენ თვითონ, ხო? ეს იგივე ხუნდაძე იქნება, კალანდაძე, მათი მიდგომები ასევე იყო თვითონ კონცეპტუალური. უკვე 70-იან წლებში თქვათ ის მხატვრები, ვინც ისტორიის გადაზრებით დაინტერესდა, ხო? ნუ იგივე გია ბუღაძე და ლევან ჭოღოშვილი, რომლებსაც თქვათ დაიწყეს ისტორიის თემების კვლევა, სხვა ტიპის კონცეფციის ფარგლებში. ეხლა ესეც იყო ასევე მიდგომა, კონცეპტუალური მიდგომა. ისევ თქვათ იგივე რასაც აკეთებდა კოკა რამიშვილი, რომელიც თქვათ აკეთებდა კვლევას თუნდაც ფოტოგრაფიის მიმართულებით, თუნდაც თქვათ რაღაცა ესეთი აქ არსებული სოციალური სისტემებისა და ცვლილებების დოკუმენტაცია. ეს იყო 80-იანი წლების დასაწყისი თუ არ ვცდები, არა? 80-იანის დასაწყისი, ნუ თითქმის ბოლომდე. ნუ იგივე თქვათ გია ეძგვერაძის ნამუშევარი, იმასაც ხო ესეთი რაღაცა ცვლილებები ქონდა სხვადასხვა პერიოდში სტილების, ხან ეს აბსტრაქცია იყო მისთვის აქტუალური, ხან ობიექტი, ხან პერფორმანსი და ასე შემდეგ. ეს მთელი ესეთი ასე ვთქვათ ეპოქა იყო, პერიოდი იყო, სადაც ყველა ეს ხელოვანი, ვინც აქტიურად ჩანდა, მონაწილე იყო იმ სცენის, იმ პერიოდისათვის, აი ამ გარდამავალ პერიოდში რაღაცნაირად ასე ვთქვათ თავისებურად აკეთებდა, აი თავისებურად ავლენდა თავის პოტენციალს. აი მე მახსოვს, როდესაც პირველად გამოიფინა გია ეძგვერაძის ეს შავ-თეთრი ნამუშევრები, ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. მე მახსოვს, რომ შუქი გამორთეს მხატვრის სახლში და მე ჩამოახსნევინეს ეს ნამუშევრები. შენ თუ გახსოვს ეს პერიოდი? მახსოვს, მე მაშინ ვიყავი სტუდენტი სათმობონი პირველ კურსზე და ზუსტად ეს მახსოვს, ხათაშორს მე ის გამოფენაც ნანახი მაქვს, აი პირველად რო მოსკოვში რო გააკეთესთან. ეს ერთ-ერთი ესეთი ისტორიული გამოფენა იყო ჩვენი მხატვრების და იქ ეროვნულ გალერეაში რაც იყო, აი ეს რეაქციები ნამდვილად დაუვიწყარი, იმიტომ რომ ხალხი დადიოდა სრულიად გაუგნებული, რომ აი რაღაცა ისეთ ადგილას მოხვდნენ, რომ რაღაცა ვერ მოხვდნენ, ვერ მიხვდნენ საერთოდ ცადი იყვნენ. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ეხლა ნამდვილად გვეცინება ამ იმაზე, მაგრამ ეს ხო იმპერიოდისათვის მოვლენა იყო. ისეთი ეს აქაურობისთვის იყო ნამდვილად ესეთი სიახლე. თორე ეს ხო უკვე ასე ვთქვათ გააზრებული და დამკვიდრებული, აღიარებული ის იყო ხო ფორმა კი, დასავლეთში რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთვის იყო ეს შოკი პირდაპირ. ხო, ნუ ეს თან ეს პროცესები იმ ხრივ არის მნიშვნელოვანი, თუნდაც ეს ისტორია, რომ ეს არ ხდებოდა მხოლოდ ხელოვნების კატეგორია, მხოლოდ ამას არ ეხებოდა ხელოვნების სფეროს. აი თანამედროვე ხელოვნება ზუსტად ამ ხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ ის თავისთავად არის ნაწილი მოდერნიზაციის პროცესის და მთელი მოდერნულობის განვითარების ლოგიკური შედეგია, რაც თქვათ ორგანულად მოხდა დასავლეთში და ჩვენ ასე ვთქვათ იმ გამოცდილებას ვიზიარებთ, ხო, ჩვენ სამწუხაროდ არ ვიყავით პროგრესული სამყაროს ნაწილი. და შეიძლება ვერც დავეწიოთ ხელოვნებას ამ თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში მაშინდელი საზოგადოება ნამდვილად გაუცხოებული იყო ამ პროცესებისაგან, შორსი იდგა, სტრესირებული იყო, ანუ გამოვიდა რომ ხელოვნებამ რაღაცნაირად გაუსწრო პროცესებს და ესეთი მოვლენა, სერიოზული მოვლენა, იმიტომ რომ ესეთი ბიძგები მერე საზოგადოებას რაღაც გარკვეულ მიმართულებას აძლევს. ყოველ ოთხშაბათს და შაბათს 5 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანის ეთერში გადაცემა არტ რეფლექსი ანა კლდიაშვილთან ერთად. არტ რეფლექსი. ძირითადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა 80-იან წლებში დაიწყო არა ჩვენთან ეს აი კონცეპტუალიზმისკენ გადახრა თუ შეიძლება ესე ითქვას და რა ხდება მერე სხვათა შორის ძალიან უცნაურია რომ
აი მაშინ როდესაც არის რაღაც გარკვეული ჩარჩოები დასახული მარწუხებში, ასე ვთქვათ, ხელოვნება, თითქოს იოლია მოძებნა იმ გეზის საით უნდა წახვიდე ხელოვანი ორიენტაციისთვის ეს ჩარჩოები პირდაპირ მისწრება შეიძლება ითქვას და აი 90-იანი წლებიდან როდესაც უკვე აბსოლუტურად თავისუფალია და არანაირი იდეოლოგიური წნეხი აღარ არსებობს აი მაშინ კიდევ უფრო რთულია არჩიო, იმიტომ რომ არჩევანი ძალიან დიდია და აი შენი ხელოვნების ღერძად, შენი შემოქმედების ღერძად რა გაიხადო, ეს ამის არჩევა ძალიან რთულია და აი რა ხდება ამ პერიოდში უკვე, როდესაც საქართველოს, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობა მოიპოვა. ხდება ის რომ ძალიან გართულდა თვითონ კონტექსტი როგორც აღნიშნე და მაგრამ ამას დაერთო კიდევ მეორე პირობა ეს იყო კრიზისის პერიოდი ძალიან მძიმე პერიოდი რომელმაც კიდევ თავისებურად გააკეთა მაინც ერთგვარად მობილიზება თუნდაც აი მხატვრული პოტენციის და ის რომ ეხლა ჩვენ გვიკვირს რომ მაშინ საოცარ პირობებში ასე თუ ისე მუშაობდნენ და საკმაოდ ინტენსიურადაც აღმოჩნდა რომ ფაქტიურად არანაკლებ ინტენსიურად ვიდრე ვთქვათ მანამდე ან ხო ან თუნდაც დღეს შეიძლება უფრო მეტადაც და ეს ეხლა მე მისაუბრე ამაზე მხატვრებთან და ამას თითქმის ყველა აცნობიერებს იმ მომენტისათვის არა რასაკვირველი ალბათ მაგრამ დღეს ნუ ყველა გეტყვით ამას რომ ეს მათთვის მაინც იყო ეგზისტენციალური мотиваცია აქ და ეს იყო გადარჩენის ასე ვთქვათ ერთ-ერთი საშუალება ის ენთუზიაზმი და ინსპირაცია რაც მათ იმ პერიოდში ჰქონდათ კი ეს არის ის პერიოდი როდესაც უფრო აქტიური გახდა პოსტმოდერნისტული პრაქტიკები გამოყენება. ნუ იგივე პირველი ვიდეო არტი ხო იმ პერიოდისათვის კეთდება ესეთი ტიპის ექსპერიმენტები. გარე სივრცეში აი environment artის რაღაცა ის პირველი პრეცედენტები და თუმცა აი პრობლემა მაინც დარჩა ის რომ ამასთან არ ახლდა შესაბამისი ესეთი ადეკვატური თეორიული მუშაობა პლუს ეს კრიტიკა იქნებოდა ინტერპრეტაცია ნუ ძლავრი არ იყო ყოველ შემთხვევაში რომ ეს საერთოდაც არ იყო ალბათ იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში იმ პროცესს რო პარალელურად ქონოდა ეს სიტუაცია ხო კარგი იქნებოდა რასაკვირველია ეს რომ იქ რაღაცა იმაში პოლემიკაში წასულიყო დისკურსის უფრო ფართო ფორმა რომ მიიღო ამისი პოტენცია ნამდვილად იყო მაგრამ აი რაღაცა უკმარისობების გამო ძალიან ბევრი რამე დააკლდა თვითონ ამ პროცესს დააკლდა და დააკლდა ზოგადად ჩვენს ვიზუალურ ხელოვნებასაც ყოველ შემთხვევაში რაღაცა უფრო მეტის შანსი იყო იქ რომ ჩვენ დაგვრჩენოდა როგორც გამოცდილება იქიდან დღეს ხო ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ რომ თითქოს ყველაფერს ყოველთვის ახლიდან ვიწყებთ და ნუ ეს რაღაცა ძალიან ცუდია წინ წასვლის საშუალებას არ იძლევა. ხათუნა, აი მე ერთ-ერთ შენ სტატიაში დიდი ხნის წინ მაგ წაკითხული და სხვა შორს ეხლა არ გადამივლია თვალი, მაგრამ მახსოვს რომ შენ გქონდა ასეთი განსაზღვრება, რომ მაინც აი ეს ქართული კონცეპტუალიზმი, კონცეპტუალური ხელოვნება ერთგვარად პლაგიატის დაღით არის დასმული და აი ორი შეკითხვა მექნება ამასთან დაკავშირებით. რას გულისხმობ კონკრეტულად ამაში და მეორე, აი ხომ არ არის მაინც რაღაც ისეთი ნიშნები, რითიც შეიძლება აი როგორც ას რუსულ ასე ვთქვათ კონცეპტუალიზმი, რომანტიული კონცეპტუალიზმი დაარქვეს, ხომ არ შეიძლება რომ ჩვენც რაღაცა აი ჩვენი ასე ვთქვათ განსაზღვრება მოუძებნოთ. ხომ არ არის ისეთი რაიმე ნიშნები, რომლებიც აი გამოარჩევს აი ამ ქართულ არეალს ამ თვალსაზრისით. ამ მომენტისათვის ესეთი ნიშნები უკვე აღარ არის, იმიტომ რომ ჩვენ არა, იმ 90-იან წლებში თუ იყო ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ საწყისებია ძალიან საინტერესო. მე როგორ განვითარდა, მოდი ამაზე მე ვისაუბროთ.
იმ მომენტისათვის კი რასაკვირველია გამეორება იყო ოღონდ ესეთი თქვათ პლაგიატის კლასიკური გაგებით არა ეხლა პლაგიატს ყოველთვის აქვს ხოლმე ის ფუნქცია რომ თქვათ რაღაცა მიზნით იყენებ ამას ხო რაღაცა გამორჩენა გაქვს ასე თუ ისე აქედან ეხლა იმ ხატრობს რომლებიც თქვათ აქ რაღაცა გამეორებას აკეთებდნენ ნუ მე მაგალითად მაქვს ისეთი ტილო დანახი რომელიც პირდაპირ იმეორებს ჯასპერ ჯონსის ტილოს ქართველი მხატვრის გაკეთებული ხა იგივე თუნდაც ის რომ ავიღოთ ის აქცია ნიკო ცეცხლაძემ და ოლეგ ტიმჩენკომ რო გააკეთეს შეღებილი სახეებით და რაღაც ხო ეს სავსები ცხადია რომ იყო ბოისის მოტივებზე გაკეთებული და იმითი ინსპირირებული ეს არანაირი პრობლემა არ იქნებოდა იმ ხატრებს რომ ეთქვათ რომ ჩვენ მაგალითად ვაკეთებთ ვაკეთებთ ნამუშევარს აი ამ თემაზე ან თქვათ იგივე ვიღაცა ხელოვნებას ეთქვა იმ მომენტში ციტაცია არ არის პრობლემა თანამედროვე ხელოვნების თუნდაც აპროპრიაცია ეს ყველაფერი პრობლემა არ არის ოღონდ ამას როგორ აწვდი თუ შენ აწვდი ამას რომ ეს რაღაცა მე აბსოლუტურად ჩემი ნამუშევარია თავიდან ბოლომდე და მე არაფრისგან საიდან არაფერი არ ამიღია და თქვა მთელი ესეთი კოპირაიტი ჩემია თავიდან ბოლომდე არა ეს არ არის უბრალოდ სწორი და მაგრამ რაღაც კონტექსტში ყველაფერი შეიძლება გამოიყენოს კონტექსტში რა თქმა უნდა შეიძლება და ის ძალიან ადეკვატურიც იქნებოდა უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც შეიძლება დავარქვათ იმ პერიოდის ხელოვნებას მე უფრო სადღაც დავწერე კიდეც და უფრო პრეცედენტის ხელოვნებას დავარქმევდი რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ის ფორმა დაფიქსირებული იყო აქ ამ სივრცეში ძალიან კარგი ტერმინია სხვათა შორის რომელიც თავის დროზე აქ არ ყოფილა ის რომ თქვა ჩვენ რაღაცა გამოცდილების გაზიარება გვინდა რაც სადღაც იყო და თქვა საინტერესოა ეს გამოცდილება რაღაცა ხატრული თვალსაზრისით ზოგადად ესეთი აზროვნებითი თვალსაზრისით ამაში ცუდი არაფერი არ არის უბრალოდ გააკეთე ამისი ესეთი ადეკვატური ჩვენება ხო პრეზენტაციის ფორმაში ჩასვიეს კონცეფციაში ჩასვიეს და თავიდან ბოლომდე ეს იქნება გამართული თანამედროვე ნამუშევარი ამაში არანაირი პრობლემა არ არის თუმცა მაინც უნდა აი როგორც შენ აღნიშნე ჩემთვისაც ასეა მაინც ის რომ ამ ტიპის ახალი ფორმებით ხდებოდა რაღაც იდეების პრეზენტირება ეს უკვე თავისთავად კარგი იყო იმიტომ რომ გარღვევას ახდენდა არა მარტო ხელოვნებაში საერთოდ ადამიანების ცნობიერებაში და აი მე როგორ ვითარდება ეს რა მე რა თქმა უნდა ჩვენ ვართ ამოკიდებული მუდმივად გლობალურ პროცესებზე ხადია ეხა ჩვენ ეპოქას რომელიღაცა პერიოდის მერე ეხა ისე რომ ასე ვთქვათ შევხედოთ წარმოვიდგინოთ რომ დისტანციაზე ვართ რაღაცა პერიოდს დაარქმევ ხო შეიძლება ეს იყოს სოციალური ქსელების ეპოქა მაგალითად პირველ რიგში ეს არის ინტერნეტის ეპოქა რომელმაც რადიკალურად შეცვალა თავიდან ბოლომდე სიტუაცია შეცვალა ასევე ხელოვნებაც ვიზუალური ხელოვნებაც რომელიც გახდა უფრო დაჩქარებული თავისი თვითონ პროდუქციის წარმოება საოცარ სისწრაფეში გადავიდა რაოდენობასთან ერთად რასაკვირველია და ზოგადად შეიცვალა თანამედროვე ხელოვნების სამყაროს რუკა ის რომ თქვათ დიდი გამოფენები მხოლოდ რამდენიმე დასავლურ ქვეყანას მოიცავდა ეს ბიენალე იქნება დოკუმენტა თუ სხვა რაღაცა ძირითადად იყო აქცენტი კონცენტრირებული ევროპის ქვეყნებზე, ამერიკაზე და თქვა იაპონიან ისეთი აზიის ძალიან განვითარებულ ქვეყნებზე. დღეისთვის იქ შედის აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, ინდოეთი და სურათი, რა თქმა უნდა, ცვლის ყველაფერს. ჩვენ აი უზარმაზარ ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და პლუს ამას ემატება ტექნოლოგიები, რომლებიც ძალიან გვიადვილებს თქვა სასურველი პროდუქტი მივიღოთ. სიტუაცია რთულდება, რომ ერთი მხრივ თითქოს გახსნილია და მარტივია და მეორე მხრივ მაგრამ გვაქვს ძალიან დიდ სირთულესთან საქმე, როდესაც საქმე ეხება პროდუქციის, არტ პროდუქციის ხარისხს. აი აქ უკვე ასე ვთქვათ, გვჭირდება ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი, ძალიან დიდი ცოდნა ის რომ აი ამ ქაოსში ჩვენ ვიპოვოთ ის რაც ვთქვათ იგივე ჩვენთვის როგორც ხელოვნების მკვლევარებისთვის იქნება ესეთი ღირებული და აქ რაღაცა ეპოქის ნიშნები დავინახოთ და ასევე თვითონ
იმ პროცესისთვის, ხო, ვიზუალური ხელოვნება საითკენ მიდის და რა ისინი აქვს პერსპექტივები აქვს, კიდევ რაში შეიძლება ეს გაიხსნას და გამოვლინდეს. ნუ ეხლა მე როგორც ამ ხრივ ნამდვილად უფრო ისე ოპტიმისტურად ვუყურებ და ვიცი რომ ყველაფერი წინ არის ჯერჯერობით ამ სივრცეში, ის კიდევ ბევრად უფრო განვითარდება და ისეთ ფორმებში გამოვლინდება, რაც ჩვენ დღეს ვერანაირად არ წარმოგვიდგენია. მაგრამ ნუ დღეისთვის სურათი ეს არის, რომ გვაქვს ძალიან დიდი მრავალფეროვნება, უამრავი უხარისხო და დაბალი დონის ნამუშევრებით და ეს ყოველთვის ესეა და ესე იყო რენესანსის დროსაც და გოთიკის დროსაც რაღაცა მცირე ხარისხიანი პროდუქცია. იცი რა მინდა გკითხო? აი ხა იოლია შედარებით, რა თქმა უნდა, ვთქვათ კლასიკური რაღაც ნაწარმოების ან ვთქვათ ტრადიციული მასალაში შესრულებული ნაწარმოების კვლევა, ვთქვათ, ანალიზის გაკეთება და კრიტერიუმების შემუშავება, ვთქვათ, რა კრიტერიუმით შეიძლება შეფასდეს. ახლა დღეს უკვე რენესანსის ხელოვნება ისეა ნაკვლევი, რომ იქ რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებულია კვლევის მეთოდები, რომელიც შეიძლება ამას მიუყენოთ. და არსებობს გარკვეული კრიტერიუმები შეფასების. რომ აი რასაც შენ ამბობ, რომ ვთქვათ, ვიღაცის ნამუშევარი შეიძლება არსებობდა, მაგრამ არ ითვლება მაღალი დონის ნამუშევრად ამ ეტაპზე. ანუ ეს განსაზღვრულია, იმიტომ რომ არსებობს მეთოდი კვლევის და არსებობს კრიტერიუმები. აი დღეს თუ არსებობს აი ამ ხელოვნების კრიტერიუმები, რითი შეიძლება შეფასდეს ეს? კრიტერიუმები ესეთი სწორხაზოვანი ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, არ არის არც ველოდი სხვა პასუხს. და რა თქმა უნდა, არ არსებობს, თუმცა კომპლექსურად ჩვენ რაღაც რამდენიმე მიმართულება შეიძლება რომ აქ გამოვყოთ, რას ეყრდნობა ვთქვათ ამ ხარისხის განსაზღვრა. პირველ რიგში, რაც ყველაზე მეტად ფასდება, ეს არის ნამუშევარი თუ ამა თუ იმ ვთქვათ ხელოვანის შემოქმედება ზოგადად რამდენად ატარებს თავის თავში დისკურსის განვითარების პოტენციალს. რამდენად ის არის, ვთქვათ, მიმდინარე დისკურსის ნაწილი და რამდენად ფართოდ შეიძლება, ვთქვათ, იგივე გაშალო ეს ინტერპრეტაცია. ეს რასაკვირველია ამაში მონაწილეობს იგივე კრიტიკის თანამედროვე გაგება, რომელიც ასევე სრულიად სხვანაირია, ვიდრე ეს იყო ადრე, რასაც ვთქვათ, დღეს კრიტიკა აკეთებს. კრიტიკა თავისთავად ეს არის ზუსტად იმ იდეასთან და იმ დისკურსთან მუშაობა, რასაც ეს ნამუშევარი შეეხო. და შემდეგ უკვე ფართოვდება მისი ველი, ხო? მუშაობს ზუსტად ამასთან. ნუ ერთ-ერთი მთავარი გამსაზღვრელი ეს არის, რამდენად არის ესეთი უნარიანი არის ეს ნამუშევარი. მეორე ნაწილი არის რასაკვირველია, თვითონ ვიზუალური ნიშანი რამდენად შესაბამისობაში ადეკვატურად იპოვა ამ ხელოვანმა. ანუ რისი თქმაც უნდა და როგორი ვიზუალური კონცეფტის ადეკვატურობა ზევიდან. აი ძალიან ესეთი მარტივი მაგალითი იქნება ამ შემთხვევაში, თუნდაც ვთქვათ, დემიან ჰირსტი ავიღოთ, ხო? რომელმაც მთელი ეს ეპოქალური დისკურსი, თუნდაც ნიჰილიზმის, თუნდაც ცინიზმის, ეპოქის სახასიათო ღირებულებებისა და ესეთი პათოლოგიური შიშების, რომელიც არის ვთქვათ, პირველ რიგში ძალაუფლებისა და ფულის ღირებულება და შემდეგ კიდე სიკვდილის შიში, გამოხატა ერთ ფანტასტიურ კიჩურ, ძალიან გარეგნულად იმიჯში, როგორც არის ბრილიანტებიანი თავის ქალი, ხო? ეს უკიდო ეხა რაც არ უნდა ბევრი იდახონ მის, ასე ვთქვათ, სპეკულანტობაზე და შარლატანობაზე, როგორც არტისტის, არა? ნუ ეხა ეს ხო თავისთავად ეპოქის ნიშანია, ხო? ამას ეს დარჩება ისევე როგორც ვთქვათ, დარჩა ჯუშანის შადრევანი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ესეთ ანუ ფაქტიურად მთავარი კრიტერიუმი არის ორი დაასახელი ხა შენ, მაგრამ ამას თუ გავაერთიანებთ, მთავარი კრიტერიუმი არის აი ეპოქის გამოწვევებს რამდენად
ადეკვატურად შეიძლება არ პასუხობდეს და შეკითხვებზე პასუხი ვერ გასცეს, მაგრამ აყენებს რეაქცია კონტექსტზე, იმიტომ რომ დღევანდელ ადამიანს ანორექსია ჭირს და უჭირს რეაქციები და ამიტომ ხელოვნება აძლევს ასე ვთქვათ რაღაც გარკვეულ მიმართულებას აი რეაქციის მოხდენის თვალსაზრისით. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ახლა ეს ამ კრიტერიუმების ესე ჩამოყალიბება თითქოს ვიცოდი, მაგრამ ესე ნათლად კრიტერიუმებში კიდევ თქვა შეიძლება მივა ნაკლები მნიშვნელობის, მაგრამ კიდე შეიძლება მივაყოლო თქვა იგივე რამდენიმე ასევე ფასდება ძალიან, როდესაც ნამუშევარი არის უფრო ესეთი მობილური ანუ ადვილად გავრცელებადი და თქვა არ არის სადღაც საიდანღაც სადღაც მძიმედ გადასატანი თუ ესეთი ფორმა და კიდევ უფრო ესეთი ტენდენციური მომენტი როცა ხატვის ასაკი არის კიდე ესეთი ასევე გამსაზღვრელი აი ახალგაზრდა ხატვარი ერთ-ერთი ესეთი ის არის თვითონ ასაკი არაბიოლოგიური ასაკი დასაკვირველია მაგრამ აი ზუსტად ეს ეპოქის სიახლე როგორ ვლინდება ხო ამ რაღაცა ახალ ენერგიაში ესეც ერთ-ერთი ის არის აი როგორ ფიქრობ ახლა ძალიან საინტერესოა ჩვენი ხელოვნება ამ თვალსაზრისით როგორ აი ამ გამოწვევას როგორ პასუხობს აი თუ კონტემპორარი ჩვენი ქართული ჩვენ ვართ საწყის გზაზე ასე ვთქვათ რა განვითარების რაღაცა გზაზე დღეისთვის ზოგადი სურათი როგორიც არის აი ხა თუ ვთქვათ ადრე იყო ისეთი ტიპის განსხვავებები რომ მაგალითად რომ დაინახავდი ვთქვათ ჩვენს თანამედროვე მხატვრის ნამუშევარს ამას ხვდები რომ ეს აქ არის გაკეთებული დღეისთვის ეს თითქმის აღარ არის სხვაობა არ არის პრინციპში მეინსტრიმი რაც არის ზოგადად თანამედროვე ხელოვნებაში ეს ჩვენი სივრცეც ამას უკვე თანაბრად ორგანულია უკვე ჩვენთვის კი ორგანულია თუმცა აქ ძალიან სხვა ტიპის სპეციფიური ისინი არის პრობლემები უფრო საორგანიზაციო საგანმანათლებლო ბევრი რამე რაც არის გასაკეთებელი აუდიტორიასთან მუშაობას რაც მოითხოვს ასევე ის რომ თვითონ ეს როგორც ღირებულება როგორც დისციპლინა მაინც ამისი ლეგიტიმაცია მოხდეს იმიტომ რომ ჩვენ ამისი ლეგიტიმაცია ჯერჯერობით არ აქვს საზოგადოება რამდენად აღიარებს აი ხათშორს მინდოდა ამის კითხვა რამდენად იღებს ჩვენი საზოგადოება ამ ტიპის ხელოვნებას აი ხა საზოგადოება ცოტა სიგნალეში ამ თვალსაზრისით და უმეტესობისთვის ეს არის ჯერჯერობით ექსპერიმენტის ნუ რაღაცა აი როგორი დამოკიდებულება ეს დაახლოებით 80-იან წლებში რო ქონდათ ხოლმე ასაკოვან მხატვრებს ესეთ ახალგაზრდა ავანგარდისტულად განწყობილ მხატვრებზე რომ არაუშავს ცოტა ნიჭიერია ცოტა ხანი იგიჟებს და მე ისევ იმას გააკეთებს რასაც ჩვენ ვაკეთებდით ხო აი რაღაც მიახლოებით ესეთი დამოკიდებულება არის ეხა უკვე სახელოვნებო სივრცეებში აღარ მაგრამ მე ვამბობ უფრო ფართო აუდიტორიაში მაგრამ ნელ-ნელა რაღაცა ცვლილებები ხდება იმიტომ რომ რადგან ისევ ეს ინფორმაციული სივრცე მაინც გახსნილია ელემენტარულად ინტერნეტში ხო ნახულობენ არა რაღაცა რა ხდება იგივე ვთქვათ სხვაგან თუმცა მიუხედავად ამ პირობებისა მე მაინც ძალიან მიყვარს რომ რაღაცნაირად ჩაკეტილობა კიდე არის ხო რომ ის არის ნუ თითქოს ისევ საბჭოთა სისტემაში არიან და ვერ ხედავენ რა ხდება გარეთ კიდევ ერთი შეკითხვა მინდოდა დამეს მაიშენ ჩვენ ვისაუბრეთ ახლა როგორ შეიძლება შევაფასოთ ეს ხელოვნება რა კრიტერიუმები მივუყენოთ აი კრიტიკას რა ინსტრუმენტები აქვს ამისთვის ეს ძალიან საინტერესოა მაგრამ აი როგორ უნდა გავზარდოთ ესეთი ხელოვანი რომელიც აი ამ მიმართულებით იმუშავებს ეს არის ძალიან საინტერესო იმიტომ რომ ეს გამოცდილება ჩვენ საზოგადოებას არ ქონია და ხომ არ ვიგიფიქრია ამაზე აი როგორ უნდა გაიზარდოს ადამიანი რომელიც აი თანამედროვე ფორმა აი თქვათ მისთვის ორგანულია და ადეკვატურია მისი ასე ვთქვათ საქმიანობა იმ გამოწვევებისა რაც დღეს გნებავთ ქართული საზოგადოების და გნებავს
საერთოდ სამყაროს წინაშე დგას? განათლების თემაზე მე რაც მიფიქრია, იქ სპეციფიურ კურსებსა და თუნდაც პროგრამებს ისეთი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ფუნდამენტურ მიდგომებს. ზოგადად განათლებამ რა შეიძლება მიცეს თქვათ ადამიანს, ხო? სკოლამ რა შეიძლება საუკეთესო სკოლაც მაგალითად ჩვენ რას ჩავთვლიდით. მე ძალიან სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია საშუალო სკოლის მდგომარეობა ჩვენთან. იმიტომ რომ უმაღლეს სასწავლებლებზე სანამ ლაპარაკს დავიწყებთ, ამას ვერსად ვერ გავექცევით. რასაც თქვათ ის ზუსტად ის ფუნდამენტური ღირებულებები, საფუძვლები, რასაც სკოლაში უნდა ეყრებოდეს, საფუძველი სამწუხაროდ ჩვენ ეს არ აქვს. პირველ რიგში არის მაინც ღირებულებები და ღირებულებებში ყველაზე მთავარი თავისუფლება. თუ თქვათ ადამიანს ახალგაზრდას აი ამ კრიტერიუმებთან, იგივე ამ ღირებულებასთან აქვს რაღაცა ტიპის, ესე ვთქვათ, წინა ცოდნები, გამოცდილებები და პირობები იმისათვის, რომ ბიძგი იმისკენ რომ იაზროვნოს თვითონ, გადაწყვეტილებები მიიღოს, პასუხისმგებლობები აიღოს, რაღაც აი ესეთი ტიპის წვრთნა, ხო, რომელმაც შეიძლება აქამდე მიიყვანოს, ის თავის თანამედროვე ხელოვნებასაც გავაკეთებს და ზოგადად იპოვის თავის გზას. აქ არის მაინც ფუნდამენტური ის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ცალკე კურსებზე დავიწყოთ ლაპარაკი, ინფორმაციას ის ყველგან მონახავს. მოიძიებს მithumetes დღევანდელ დღეს. საინტერესო იგივე ვთქვათ, მარტივად იპოვის იმ ადამიანებს, იმ ხელოვანებს, მწერლებს, ვინც მას აინტერესებს და სადაც ვთქვათ ის მიყავს თავის ინტუიციას და თავის გზას. მაგრამ პირველ რიგში ეს არის რასაკვირველი ღირებულებები და ის ღირებულებები, რაც ვთქვათ, იგივე სამოქალაქო საზოგადოების წევრს უნდა გქონდეს. ჩვენ მე მგონი ჩვენი დრო ამოიწურა და დღეს დავასრულეთ ამით საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო. ხათუნა, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ კი შევხვდებით უკვე შემდეგ გადაცემაში ახალი თემით. კარგად გრძანდებოდეთ. ყოველ ოთხშაბათს და შაბათს 5 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანის ეთერში გადაცემა არტ რეფლექსი ანა კლდიაშვილთან ერთად. არტ რეფლექსი